გამოშვების დასასრულს კულტურის სიახლეები ბათუმში Street Art ფესტივალი გრძელდება. ფესტივალში მონაწილე 24 არტისტი ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის სხვადასხვა უბანში 10 კედელს მოხატავს. 18 ფრანგი და 6 ქართველი მხატვარი. მთელი დღის განმავლობაში მესამე სკოლის კედელზე მუშაობდნენ და როგორც თავად ამბობენ, ბათუმს თავიანთ ნამუშევრებს უტოვებენ. Street Art ფესტივალი პირველად ბათუმში გასულ წელს გაიმართა. ფრანგი და ქართველი არტისტების 17 ნამუშევარი ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედაა განთავსებული. ფესტივალის ორგანიზატორი artstudia.com-ა. ბათუმის Street Art ფესტივალი 2014 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ტურისტებსა და ბათუმელებს შესაძლებლობა აქვთ ხატვის პროცესს თვალყური ადევნონ. ჯერჯერობით შევასრულეთ მხოლოდ ერთი ნახატი. ვაპირებ გავაკეთო კიდევ ალბათ ერთი ნახატი. ყველა თავის სტილში ხატავს. ჩვენ ვართ სტრიტ არტისტები, ქუჩაში ვხატავთ და ყველას აქვს თავისი სტილი და თავის სტილში აკეთებს ესე კონკრეტულად თემა არ გვაქვს არაფერი, უბრალოდ ხატავთ იმას, რაც ჩვენ რასაც ჩვენ ყოველთვის ხატავთ ხოლმე და რაც ჩვენ მოგვდის თავში იმ წუთას, როდესაც ვხედავთ კედელს. საფრანგეთიდან 18 ადამიანია ჩამოსული, აქედან 14 არის მხატვარი, დანარჩენი არის დაიჭირეს სიზმარი გალერეა, რომელიც წარმოადგენს ამ მხატვრებს და ვინც ჩვენ მოგცა საშუალება, რომ ეს მხატვრები ჩამოსულიყვნენ უგონორალოდ, არაფროდ და ესე უფასოდ გაეკეთებინათ ჩვენთვის ეს სამუშაო, გაეწიათ ბათუმისთვის Street Art-ის მოხატვა კედლები. ასევე ფილმის გადამღები ჯგუფია ჩამოსული, რომელიც ისინი ფილმს იღებენ დოკუმენტურ ფილმს 20 წუთიანს, რომელიც საფრანგეთში ძალიან ცნობილ დარბაზებში გავა.